საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 2025 წლის პირველ 3 თვეში ქვეყანაში პედოფილიის 51 ფაქტი დაფიქსირდა, რაც 20 პირის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდა. იურისტ ლია ხუროშვილის განმარტებით განსაკუთრებით მძიმეა ბავშვთა და მოზარდთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალადობა. ან ძალადობის გარეშე სრულწლოვანი პირის გარყვნილი ქმედება წინასწარი შეცნობით. ძალიან საგანგაშო სტატისტიკაა, იმიტომ რომ ასეთ მოკლე პერიოდში, 3 თვის მანძილზე უკვე გამჟღავნებული ფაქტები, როცა ამხელას 91 აღწევს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი ფაქტები უფრო მეტია, იმიტომ რომ ბევრია დამალული და დაფარული, რომელიც მშობლამდე და მით უმეტეს სამართალდამცავ სისტემამდე არ მიდის. ძალიან ცუდი და საგანგაშოა, თუმცა პროფილაქტიკა აუცილებელია და ეს პროფილაქტიკა პირველ რიგში მშობლებისგან უნდა იყოს უზრუნველყოფილი და რას გულისხმობ? გულისხმობ იმას, რომ მშობლებმა უნდა იმეგობრონ თავიანთ შვილებთან, განსაკუთრებით მკაცრად გააკონტროლონ სოციალური ქსელებისთან აქვთ კავშირი, ვისთან აქვთ ეს ურთიერთობები, მიმოწერა ვისთან აქვთ. როგორც წესი, ბავშვები მოზარდობის პერიოდში 16 წლამდე გარდატეხის ასაკი აქვს და ისინი ცდილობენ რომ ეს ყველაფერი დაამალონ და უფრო მეგობრებში უფრო ჰქონდეთ ეს ინფორმაციული ესე ვთქვათ გაცვლა-გამოცვლა ვიდრე მშობლებთან, მაგრამ ბავშვებს არ უნდა ჰქონდეთ მშობლისაგან დასჯის შიში, ანუ დამნაშავის ასე ვთქვათ სიტუაციაში არ უნდა იყოს მშობელთან, უფრო უნდა იყოს მეგობრული და მშობელი იმდენად უნდა იყოს გახსნილი და ურთიერთობაში იმდენად ახლოს იყოს შვილთან, რომ მას შვილმა თვითონ უნდა გაუმხილოს ასეთი კატეგორიის ამბავი თუ ხდება მის